მეხსიერებაზე მინდა ვთქვა ეს რაღაც წეგან ჰოლოდომორს ჯრივახსენე და იქ როგორ ხდებოდა ისე რომ კარაჭელნაია ექსპედიცია რო იყო აი მეფის რუსეთის დროს აი ჯარს რო ჩააყენებდნენ სოფელში ეგზეკუციას რო ჩააყენებდნენ სოფელში ესე სოფელი იყო ალყაში იქიდან ვერ გადის ადამიანი ფაქტობრივად ქონებას თლიანად ანუ აი დასაწიოკებლად რო ჯარი მივა რა ქონებას ამოიღებენ თუ რამე არის გადამალულ გადანახული იმას ყველაფერს ართმევენ და ეს გრძელდება ესე 31-32 წლები 33-შიც შევიდა ანუ 1931-32-33-ში შევიდა და საინტერესო რა არის რომ მე ხა აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასში მუშაობდი ეუთოს მისიაში 3 წელი და ამის მეხსიერება ჰოლოდომორის მეხსიერება იქ სადაც ეს ჰოლოდომორი მოხდა კოლექტიური მეხსიერება არ არის მაგრამ სადაც საერთოდ არ მომხდარა ეს დასავლეთ უკრაინაში ლვოვში იქ არის ამის კოლექტიური მეხსიერება და ამას ახსნე ხარ რატო დასავლეთ უკრაინა მაშინ საერთოდ პოლონეთის სახელმწიფოს ნაწილი იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ შემოდიოდა მაგრამ კოლექტიური მეხსიერების ფორმირება როგორ ხდება ან საერთო სახელმძღვანელოში ვკითხულობთ ეხლა რომ დავით აღმაშენებელს ხო არავინ არ მოსწრებია მაგრამ ყველამ ვიცით ხო და რაღაცა აზრი გვაქვს იმიტომ რომ საერთო სახელმძღვანელოში ვსწავლობთ ამ ამბავს ხო და აღმოსავლეთ უკრაინაში ბუნებრივია ეს საბჭოთა დროს არავის არ უსწავლებია და არც ასწავლიდნენ ხო იქ აღმოსავლეთ უკრაინაში ასევე ის ადამიანები რომლებსაც ეს ჰოლოდომორი გადაიტანეს ფიზიკურად არ არსებობენ ანუ ჯერ ჰოლოდომორი იყო მერე დიდი ტერორი იყო მერე სოფლიო ომი როცა ჯერ გერმანელები შემოვიდნენ დაანგრიეს ყველაფერი და მერე საბჭოთა კავშირი შევიდა და დაანგრია ყველაფერი და მერე დეპორტაციები და ანუ ის მოსახლეობა აღმოსავლეთ უკრაინაში ფიზიკურად აღარ არის ვისაც ეს უნდა ახსოვდეს ანუ სახელმძღვანელოთი არ უსწავლებიათ მოსახლეობა გაანადგურეს და ეს მეხსიერება არ არის მაგრამ დასავლეთ უკრაინაში ეს ისწავლეს სახელმძღვანელოებით ისწავლეს და ეს კოლექტიური მეხსიერება შექმნეს და დასავლეთ უკრაინამ შეიტანა ეს მთელ უკრაინაში დააბრუნა ეს მეხსიერება ჰოლოდომორის მეხსიერება რომელიც ანუ საშინელი ისტორიები არის კანიბალიზმის ისტორიები როცა დამშეული ადამიანები უკვე ერთმანეთის სხეულებში ჭამენ და ასე შემდეგ